დღეს მოვამზადე სოკოს ჩაქაფული, მოვიმარაგოთ მწვანილები და დავიწყოთ. უნდა ჭარბობდეს ტარხუნა, გვჭირდება ასევე მწვანე ხახვი და მწვანე ნიორი, წიწმატი, რომელიც ასევე ძალიან უხდება, ქინძი, ოხრახუში და კამა და მწვანე წიწაკა. ქამასოკო გავრეცხოთ და დავწუროთ საწურზე და დავიწყოთ აწყობა. ქვაბში გადავიტანოთ ჯერ სოკო, შემდეგ მწვანილი, დავამატოთ დაფნის ფოთლები, მარილი, დაკონსერვებული ან ახალი ტყემალი და გავიმეოროთ იგივე ქვაბის შევსებამდე. მე მიყვარს, როდესაც კარაქით ვამზადებ, მაგრამ ამ ეტაპზე დავამატებ ზეთს და 60 მილილიტრ თეთრ ღვინოს. მოვამზადეთ და ისე ამოვნეთ.